საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბატონი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ბატონი გიორგი ამილახვარი. Ქალბატონებო, დაბატონებო, ვიწყებთ პროექტ ჯარის ბანაკის გახსნის ცერემონიალს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს და სამსახურებული მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას. მადლობთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო გიორგი, პალჩუნო პარლამენტის წევრებო, საპატრიარქოს მომადგენლების მივესალმები, ბატონო გენერალებო, ოფიცრებო, სერჟანტებო. ძვირფასო ახალგაზრდებო, პირველ რიგში მოგესალმებით გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში ჯარის ბანაკის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია გიმასპინძლოთ თქვენ აქ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან კარგი თავგადასავალის დასაწყისი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენთაგანი ამ ბანაკიდან წავა ძალიან დიდი ემოციებით, ძალიან დიდი ცოდნით, რომელიც თქვენ მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. მე მინდა სიტყვა ვთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, ბატონო თავდაცვის მინისტრო, მოგესალმებით განათლების მინისტრს, მოგესალმებით ბანაკის მონაწილეებს, მოგესალმებით გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებს, მივეცალმები პარლამენტის წევრებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს. მიხარია რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად და თქვენთან ერთად ესწრები ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას, მინდა მოგილოცოთ ბანაკის გახსნა. ძალიან მნიშვნელოვანია უშუალო შეხება ჯართან. ჯარი არის ჩვენი სიამაყე და ჯარი არის ჩვენი ისტორია, ჯარი არის ის, რამაც დღემდე მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, ჩვენი ქვეყნის იდენტობა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად ფასეულია თითოეული თქვენგანისთვის ის, რომ გექნებათ ამ დღეების განმავლობაში ჯართან, ჯარისკაცებთან უშუალოდ შეხების საშუალება, სამხედრო საქმის გაცნობის საშუალება და ეს ყველაფერი მოგცემთ იმის შეასრულებას, რომ კიდევ უფრო მეტად ეზიაროთ იმ ფასეულობებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა, რომლებზეც უნდა იდგეს ჩვენი საზოგადოება. ფასეულობების კუთხით არის უამრავი გამოწვევა, თანამედროვე სამყაროში არის გარკვეული ტენდენციები, რაც იქითკენ არის მიმართული, რომ დაკნინდეს ფასეულობები, რომელიც უნდა იდგეს ნებისმიერი საზოგადოება და ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ გავიაზროთ ყველა ის ფასეულობა, რომელიც უნდა იყოს პარის საყრდენი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ჩართული არის ამ მნიშვნელოვანი
პროექტის განხორციელებაში არის ორი მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენი ჯარი, როდესაც ჯარისკაცები, ჯარის წარმომადგენლები მიდიან სკოლებში და აცნობენ სამხედრო საქმეს. პროექტში მადლობა თავდაცვის სამინისტროს, პირველ რიგში მადლობა განათლების სამინისტროს, კიდევ ერთხელ მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში არის ჩართული და თქვენ ახალგაზრდებს მინდა გისურვოთ წარმატებული დღეების გატარება, სასიამოვნო დღეების გატარება, თქვენ გექნებათ აქ საშუალება, რომ აქტიურად და ასევე პროდუქტიულად დაისვენოთ და მიიღოთ ახალი ცოდნა, ეზიაროთ ახალ ცოდნას და მინდა ამაში წარმატებები გისურვოთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მეც რამდენიმე სიტყვით მოგესალმებით და პირველ რიგში ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, საშუალებას გვაძლევს გავაცნოთ ჩვენ ახალგაზრდებს. მსახურება ქართული ჯარი, რას ნიშნავს მსახურება ჯარში და რამდენად ღირსეული საქმეა და აქ ვეთქვით იმას, რომ ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, გვყავს მეგობრები, გვყავს თანამდგომები და ამის მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა უთხრა განათლების სამინისტროს, იმიტომ რომ ეს პროექტი ასე ვერ განხორციელდებოდა, ეს მართლაც წარმატებული პროექტია, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ უკვე 2300-ზე მეტ ბავშვს უმასპინძლებთ წელს, რაც ორჯერ უფრო მეტი რიცხვია ვიდრე შარშან იყო და ასევე დისლოკაციის ადგილები გვაქვს საქართველოს მასშტაბით 3 ადგილას და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ახალგაზრდობაში ესეთი გამოხმაურება და ესეთი დაინტერესება ამ პროექტის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საპატრიარქოს წარმომადგენლებს, იმიტომ რომ როდესაც თქვენ აქ გაატარებთ ამ დღეებს, ჩვენ გვექნება საუბრები, რა თქმა უნდა, სამხედრო საქმეზე, გვექნება საუბარი ისტორიაზე, გვექნება საუბარი იმ ყოველდღიურობაზე, როგორ ცხოვრობთ თავდაცვის ძალები, როგორ ვითარდება თავდაცვის ძალები, მაგრამ საპატრიარქოს თანამონაწილეობით ჩვენ გვექნება საუბარი ასევე იმ წმინდანებზე, იმ ხედართაურებზე, რომელსაც უდიდესი როლი ენიჭებათ ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში და რა თქმა უნდა, ასევე ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლები ისაუბრებენ მათ გამოცდილებაზე, როგორც კაპელანების გამოცდილებაზე, როგორც აქ სამხედრო ნაწილებში, ასევე იმ მისიებში, რომელ მისიებსაც ასრულებდა საქართველოს შეიარაღებული ძალები და თავდაცვის ძალები ქვეყნის გარეთ. აქვე გეტყვით იმას, რომ ჩვენი დამოკიდებულება ჯარის მიმართ, ის რაც კეთდება ყოველდღიურად ჯარის განვითარებისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებისთვის, წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არ გქონდეს მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მხრიდან და მე ძალიან მახარებს, როდესაც ყოველ ჯერზე ინიციატივა, რომელიც ჟღერდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, მხარდაჭერილია საქართველოს პარლამენტში და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საზოგადოების დამოკიდებულება ჯარის მიმართ არის განსაკუთრებული. აქვე გეტყვით იმას, რომ თქვენი თანამონაწილეობა, ახალგაზრდების თანამონაწილეობა ამ პროექტში არ არის ეს მხოლოდ თქვენი თავისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და გვაქვს იმედი, რომ როდესაც თქვენ დაბრუნდებით სახლებში, როდესაც დაბრუნდებით სკოლაში მომავალ წელს, გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებას, თქვენს თანატოლებს. თქვენც დაფიქრდებით იმაზე, რომ ხვალ და ზეგ თქვენ შეიძლება დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება თავდაცვის ძალებს. იმიტომ რომ განვითარების გზაზე მდგომ თავდაცვის ძალებს სჭირდება ჭიდრო კონტაქტი ახალგაზრდებთან. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მომავალში იქნებიან ღირსეული ოფიცრები, ღირსეული ჯარისკაცები და რა თქმა უნდა, ემსახურებიან ყველაზე დიდ, რასაც შეიძლება ადამიანი ემსახუროს, ეს არის სამშობლო და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეები დამერწმუნეთ თქვენს ცხოვრებაში და ჩვენც ძალიან დიდი პასუხისგებლობით უდგებით ყოველ დღეს, რომელსაც თქვენ აქ გაატარებთ. გეტყვით იმასაც, რომ სიმბოლურია, რა თქმა უნდა, თქვენ იმყოფებით საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში და ასეთი გმირების მხრებზე, ასეთი გმირების სახელებზე, ასეთი გმირების ქმედებებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და რა თქმა უნდა, ასეთი გმირებით აამაყობს ჩვენი თავდაცვის ძალები და მართლაც საქართველოს თავდაცვის ძალებს აქვს უდიდესი წვლილი და როლი ჩვენი სახელმწიფოების განვითარებაში და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვამაყობთ თითოეული სამხედროთი და მინდა ყველას თავდაცვის ძალების შემადგენლობაში მადლობა უთხრა, იმიტომ რომ აქ არიან
სერჟანტები, აქ არიან თქვენი ხელმძღვანელები, თქვენი დამრიგებლები ამ პერიოდის განმავლობაში, რომლებისგანაც ძალიან ბევრს ისწავლით და მოგიწოდებთ, რომ არა მხოლოდ ის სამბავი და ის ისტორიები მოისმინოთ, რომელსაც მოგვიყვებიან, იყავით პროაქტიულები, დასვით ნებისმიერი შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ თქვენთვის მაქსიმალური ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი და მაქსიმალურად საინტერესო იყოს თქვენთვის ეს დღეები. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ აქ ხართ და ეხლა სიტყვა მინდა გადავცვალე განათლების მინისტრს ბატონ გიორგის. მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებო, დეპუტატებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, ძვირფასო მონაწილეებო, ყველას მინდა მოგილოცოთ დღეს მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება და თავიდანვე მინდა ჩემს კოლეგას და თქვენს უწყებას მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი პარტნიორობისთვის. უკვე მეორე წელია უდიდესი პოპულარობით თვიდან თვემდე იზრდება სკოლებში მოსწავლეების აქტიურობა, ჩართულობა სამხედრო და თავდაცვის საქმის შესწავლის კუთხით და გარკვეულწილად ჯარის ბანაკი ყოველი სასწავლო წლის ბოლოს არის ამ მიმდინარე სასწავლო პროცესის და პროექტის დასასრული და გვირგვინი. ამ კუთხით მინდა ორ რამეს გავუსვა. კუთხი ბატონი პრემიერის დავალებით და ინიციატივით თქვენ იცით, რომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ სასწავლო პროცესში პატრიოტიზმის, სახელმწიფოებრივი გააზრების, ჩვენი კულტურის, ისტორიის, ეროვნული იდენტობის, პატივისცემის გამტკიცება, ასე ვთქვათ, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემა და ამ კუთხით სულ ახლახან საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ინიციატივით წარდგენილი დაამტკიცა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, სადაც სწორედ ის სულისკვეთება, რომელსაც დღეს პირდაპირ ეხმიანება ჩვენი დღევანდელი პროექტი არის გაწერილი, არის გამსჭვალული, რომ ჩვენ გვინდა ჩვენს ბავშვებს, ჩვენს ახალგაზრდებს თავიდანვე ვასწავლოთ თუ რას ნიშნავს ჩვენი სახელმწიფო, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება, რას ნიშნავს პატრიოტიზმი, ჩვენი ტრადიციების, კულტურის, ისტორიის პატივისცემა, რა თქმა უნდა, სხვა მნიშვნელოვან ღირებულებებთან ერთად, ამიტომ ეს არის ნამდვილად იმის დადასტურება, რომ ჩვენი ახალგაზრდობის პოლიტიკა ამ კუთხით კიდევ უფრო გაძლიერდება და წელს მინდა გითხრათ, გამორჩეული წელია ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით ბანაკებთან დაკავშირებით, ვინაიდან გარდა ჯარის ბანაკისა წელს უკვე ჩვენ წამოვიწყეთ სრულად ახალი თემატური ბანაკების მიმართულება და პრაქტიკულად გავაორმაგეთ რაოდენობა ეგრეთ წოდებულ ანაკლის და შაურის ბანაკებში. ვფიქრობ, ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, სერვისი შევთავაზოთ, მეტი შესაძლებლობა მივცეთ, რათა მათ გაიცნონ ერთმანეთი და სხვადასხვა საქმეებს დაეუფლონ. ამიტომ ყველას მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი მნიშვნელოვანი პროექტი და გითხრათ, რომ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად სკოლებში მომდევნო წლიდან აუცილებლად კიდევ უფრო გააფართოვებს სამხედრო და თავდაცვის საქმის შესწავლას, რაც ბუნებრივია, შემდგომ შესაძლებლობა მოგცეს საბანაკე ინფრასტრუქტურა გავაფართოვოთ და წელს ისედაც გაფართოვდა გარდა კოჯორისა, საჩხერეში და ასევე ახალქალაქშიც არის შესაბამისი ბანაკები გახსნილი და როგორც თქვენ, ასევე თქვენს თანატოლებს მინდა მოგილოცოთ მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყისი. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ და ვიტყვი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება, ეს არის უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერი ჩვენი თავდაცვის ძალების და კიდევ ერთხელ ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მოგვეცა, რომ გაგვეფართოვებინა ეს ბანაკები, რა თქმა უნდა, ეს იყო გამოწვეული იმ ინტერესით, რომელიც იყო ახალგაზრდებში და რა თქმა უნდა, იმ მხარდაჭერით, რომელიც პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ დაგვიდასტურა როგორც თავდაცვის ძალებს, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის ბატონო ირაკლი. დიდ მადლობას მოვახსენებ სტუმრებს მობრძანებისთვის და ახლა ჩვენ საშუალება გვექნება დავათვალიეროთ ის რა ვითარებაშიც გაატარებენ შემდეგ ერთ კვირას ჯარის ბანაკის მესვეურები. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა ჯარის ბანაკი ოფიციალურად